მოგესალმებით, ეთერშია საავტორო გადაცემა რეზიუმე, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს FM 103.9-ზე, ვინც გვისმენს რადიო პალიტრის ეთერი და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზე ზღვადონოთ თვალყურით, უიპოვით პალიტრა ნიუსის გვერდს და ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხი და იქაც გვიყუროთ პირდაპირ ეთერში. დღეს პარასკევია, ჩემთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმები, გამარჯობა. მოგესალმები მე, მივესალმები ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს. ანუ ეხლა დღეს კიდევ ერთხელ მორიგჯერზე ვახსენე, დავამატე გადაცემის სახელს საავტორო, იმიტომ რომ მოგეხსენება თუ ამას ახალი კანონი ითხოვს, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ და ეს კანონი რაღაცა დაპაუზებული ჰქონდათ და ჩვენც ესე დავიწყებული ჰქონდა და აღარ ვიზახდით ეს საავტორო, მაგრამ დღეს კომისია გამოვიდა და ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მედია პლურალიზმს. მომდევნო კვირიდან ავამოქმედებთ მაუწყებლობის შესახებ კანონსა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს. ანუ აქამდე არ ქონდაო, დაკიდებული ქონდაო და ეხლა ბრიტანეთმა დაასანქცირა იმედა პოსტი, ეხლა ავამოქმედებთო და აქამდე რეაგირებდითო მარტო საჩივრებზეო. ანუ იმე თუ იჩივლებდა რომ ამ რაღაცა დაარღვია პრინციპებიო და ეხლა ჩვენ თვითონ გავუწევთ მონიტორინგს და ყველას დავაჯერებთ დედას უტირებთ. ეს არის ფაქტობრივად არ ვიცი, ანუ თუ ესე იგი უცხოელებიო ასანქცირებთ, ეგ არის ეხლა აზრი ჩემი გადმოსახედიდან რომ თუ უცხოელები ასანქცირებენ იმას რა ქვია სახელმწიფო მედიებს ჩვენ ოპოზიციურ მედიას მივხედავთ. მე ასე გავიგე. რა თქმა უნდა აზრი, მაგ ყველა საინტერესო რა არის, იცის რომ აქამდე არ ქონდაო ამოქმედებულიო და ერთ-ერთი კანონი არ ქონდა ამოქმედებული არ ვიცი, ეთქო გვეკიდა აქამდე კანონიო და ეს ვიცით მაგრამ ხო, კიდევ მეორე, ხა ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია, რო არ გამოგვედაო რა. არა, შენი ინტერპრეტაცია. ციტირებას არ ვახდენ ამ შემთხვევაში. აზრი როგორც გავიგე, მათი განცხადება, ხო. ციტირებას ანუ ჩემი შეხედულება როგორია ხა, აქამდე რატო არ ქონდათ მათი მხრიდან ამოქმედებული მონიტორინგი და ამ კანონში, რომელიც BBC-დან გადმოწერეს, როგორც ამბობენ. ხო, თან BBC-ს აგინებენ და თან ხა თურმე კაი კანონი ყოფილა და გადმოწერეს. ხო და როგორც გადმოწერეს, იქ წერია რომ აი ოპოზიციურ ტელევიზიაში უნდა იყოს ბალანსი და ორივე მხარე უნდა იყოს და გახსოვს ეს კანონი რომ მიიღეს ჩვენ ვიცინოდით რომ ამ კანონის მიხედვით იმედი და პოსტები დასახური იქნება. იმიტომ იქ ოპოზიცია აკრძალული იყო, მაგრამ ეხლა დებატებია. აი ეს არის მიზეზი, რის გამოც აქამდე არ ქონდათ რეალურად ამოქმედებული, ესეც ჩემი აზრია, მაგრამ არა, ნუ ეხლა ეს დებატებამდეც არ ქონდათ ამოქმედებული. არა, ხო, არ ქონდათ და ეხლა ამოქმედებთ. ანუ ეხლა უკვე იმედს ამუხლით ვეღარ მოედავები, იმიტომ რომ დებატები გახსნა, ხო, დებატები გახსნა და იტყვება, პოსტებიზე რა შვებიან, საინტერესოა. მე შემოგთავაზებ ჩემი ინტერპრეტაციას, რომელიც დიდად შენსას არის წინააღმდეგება ამ შემთხვევაში. მე ამოდივარ იქიდან, რომ ბიზინა ივანიშვილის და შესაბამისად ხელისუფლებას არ სჯერა, მაგრამ აი ალალად არ სჯერათ, რომ მეც, შენც, მთელი ეს დამოუკიდებელი მედია, მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი მოქმედებს დამოუკიდებლად, ანუ თავისაც კი არ გამოხატავს. კი ბატონო, ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ ეს საავტორო გადაცემა აქვს, ჩვენაც გამოვხატავთ ბატონებო, მაგრამ მათ ჯერათ, რომ ჩვენ ამას კარნახობს ვიღაცა deep state-დან, იმ 25 ოჯახის წარმომადგენელი თუ მოკლედ საზღვარგარეთიდან ვიღებთ ბრძანებებს. ეხლა ბიძინას ხა შეიძლება ეს არ ჯეროდეს იქ ვიღაცას თქვა ჩალვარამიშვის თლა სერიოზულად მის პროპაგანდის, მაგრამ ხა ბიძინას ეს ჯერა. ამიტომ ის როგორ არის, იცი? ის უყურებს, რომ ეს არის თქვენი მედიაც, ბაო, ხო? ეხლა ჩემ მედიას დაარტყი, მოდი მე შენსაც დავარტყავ მაშინ რა, როგორ გინდა? ხო, მაგრამ გუშინ თქვი ერთ-ერთ ტელევიზიაში და კიდე გავიმეორებ, ეს დასანქცირება, მედიების დასანქცირება ბრიტანეთს ხო არ დაუწყია. მედიების დასანქცირება დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა. ბოდიში, მაგრამ ეს რუსული კანონი და გრანტების შესახებ კანონი, სხვა კი არაფერი არ არის. ამ კანონებით მაგალითად ონლაინ მედია პირდაპირ დაასანქცირა. ონლაინ მედია არ არის. ეხლა ეს გამოდიან ახლა იმედის და სხვები ჟურნალისტები და აი დაგვასანქცირეს და სოლიდარობას რატო გვიცხადებთ და როგორ გაბედეს და რაღაცა და ფონდიში მაგრამ მათ გამოუცხადეს სოლიდარობა მათ კოლეგებს ონლაინ მედიას, როცა რუსული კანონი მიიღო და აგენტებად უნდა და გამოცხადება ყველა. და ხარ იმის თონში აგენტებად სოლიდარობა ხო, მაგრამ ეს ხო სანქციებია რეალურად არა. ეხლა ის ასე არ თulis, ის ფაქტობრივად ონლაინ
მედიას ძირითადი შემოსავლის წყარო იყო დასავლეთიდან დაფინანსება. გრანტები ჩაუკეტეს, კათან 3 კანონი მიიღეს. ესმის. შენ ჯერლობ საღიაზრის პოზიციიდან. მე ლაპარაკები პარანოიკის პოზიცია რა არის? პარანოიკის პოზიცია რა ყველანი აგენტები ხართ ბოლოდა. აქ რაღაცა ფული შემოდის, ჩემ წინააღმდეგ მე არ ვაკონტროლო, აბა როგორ გინდათ. გავიგე, მაგრამ რეალურად ეგეც ხო სანქციაა თქო, აგასვავ. ვის თვალში? ფაქტობრივად სანქცია არის, როცა შენ მედიას ერთადერთ შემოსავლის წყაროს უკეტავ კანონების მეშვეობით. გასაგებია, დიქტატურა, ავტოკრატია, ავტორიტარიზმია, ტოტალიტარიზმის პრეტენზიაც აქვს და საერთოდ ყველაფერი საიზღვრებაა, მაგრამ ამ ეს ჩვენ კი ასე ვაყურებთ. ჩვენს და ნორმალური ადამიანი ყველა ასე აღიქვას, მაგრამ ხელისუფლებას აქვს თავისი ასე ვთქვათ, პაბლი დავარქვათ, ასე პროპაგანდის დაბურანებული ხალხი იქ არის ესენი არიან აგენტურა, ჩვენ ვართ საქართველოს, ესენი არიან საქართველოს მტრები. აი გვებრძვიან. ეხლა ამ ვითარებაში რა თქმა უნდა მე მესმის ლოგიკა, თორე ეს რო სიგიჟეა ხა ეს რო აგენტები მაგას კი ავაფასებ ისეთი სიგიჟე რა მე ვამბობ ფაქტს რომ ამა დაიწყეს რომ აი დაგვა სანქციებს და ეს არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, ეს არის მედიაში ჩარევა და მე მეკითხები რომ ის რუსული კანონი არ იყო სანქცირება მედიის. არა, ის იყო. ეს არ არის. მოდი თუ მასე მივალ და თუ ჩვენ სიმართლე გვინდა, ის რა თქმა უნდა იყო. სანქცირება არ არის ხო ონლაინ მედიას. ეს არანაირი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა არ არის. იმიტომ რომ არც იმედი, არც პოზიტივი არ არის თავისუფალი სიტყვა. თავისუფალი სიტყვა იყოს შეიძლება რაღაც აბსტრაქციაში, მაგრამ კონკრეტულად ისინი ემსახურებიან რუსულ ინტერესს და ანტიდასავლურ ინტერესს. ეს ასეა. ეხლა რამდენად ისინი ზეგავლენას მოახდენენ, კი ფრონტის ხაზზე ვერ შეცვლიდნენ ვითარებას, მაგრამ საქართველოში ანტიუკრაინული განწყობის გაღვივებაში და პრორუსული განწყობის გაღვივებაში იმედსაც და პოზიტივისაც ძალიან სერიოზული წვლილი აქვს. მე მაგალითად პუტინის ადგილას შეიძლება დაფიქრებულიყო რომ ხო არ მიენიჭებინა რაღაცა ჯილდოც კი. იმიტომ რომ აქ თუ ვინმე გააღვივა ანტიდასავლური განწყობა, ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ ტელეკომპანიას და აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ხრივ. რომ ეხლა თუ არ გინდა მე თუ მემტერები, ჩემი მტერი თუ ხარ, მე თუ არ შენ, მაშინ მოდი რა მე ცოტა ისე მოგექცევ ხა, შენ გინდა რომ მე აქ დედამაგინო, მტრად გამომაცხადო, ჩემ წინააღმდეგ იმუშაო. აქტიურად და მე კიდე თავზე გისვა ხელი და გიძახო რაღაც თავისუფალი მედია და შენ ჭირვე შენ გენაცვლება. სადაა ასე ცხოვრება ხა, რომ შევხედოთ ეხლა რახან ვიზინა ივანიშვილის და მათ ასე უნდათ საკითხის დასმა. თვითონაც ასე შეხედონ რა, რომ ტრობ ეხლა ბრიტანეთს და ეძახი რომ დაიქეცი და რას გავხარ და აღარც დიდი ბრიტანეთი ხარ და აღარც დიდი ხარ და არაფერი შეგარ არ დარჩება. ეხლა მოდი ერთწუთი წარმოიდგინე ბრიტანეთი და ვიღაც ლორდი რომ გამოვიდეს და მალე საქართველოსთან არაფერი არ დარჩებაო რო თქვას. როგორ მოგვიწონება ჩვენ ახლა? თუნდაც ჩვენ ამ ხელისუფლების ასე ვთქვათ ოპონენტებს არა? რა თქმა უნდა ვიტყვით რომ ვინ არის ეს ლორდი ერთი მაგის დედაც, მაგრამ და შენ რო იცახი იმაზე გონია რომ აი ვერ გაიგებს ახლა ქართულად თქვი? აი ეს არის პრობლემა. ამათი დამოკიდებულება როგორია? ახლა წარმოიდგინე კანონი მიიღო მათმა მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ, ჩვენს მონაზე ვამბობ, რა ქვია, სახელმწიფო მედიაზე, მაგრამ კანონი მიიღო, რომლითაც მათი კოლეგები, რეგიონალური მედია, ონლაინ მედია, რომლებიც იყო ამ დაფინანსებაზე დამოკიდებული, დააყენა არჩევის წინაშე, ან აგენტები უნდა დაირქვათო, ან უნდა განადგურდეთო. აგენტები ამაზე ვინმე სოლიდარობა გამოუცხადეთ, მართლა მაინტერესებს რა. ის უნდა გამოეცხადებია სოლიდარობა, ერთად მუშაობს ეგ ხალხი. ხო, მაგაზე კი არა, აღქმაზე მიიღეს კანონი, რომ თუ ვიღაცას აღქმა ისეთი რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება თურმე. აი ეს იგი დასაჭირი ყოფილი. არა, აღქმა კი არა. ისა შენ თუ სისტემატურად ქმნი აღქმასო. ანუ შენ თუ სულ მუდამ ერთხელ კი არ ამბობ რომ არალეგიტიმური, არა სულ იმეორებ არალეგიტიმური, რომ ხალხს დააჯერო არალეგიტიმურია, უკვე დასაჭერი ხარ. მანან არჩევაც ყოფილა დასაჭერი, იმიტომ რომ გამსახურდია ზმერის არც ერთხელ ხელისუფლებას არ ცდილობს და რა ვქნათ მაშინ. მაგრამ მასე იტყვა რომ ჩუმათარიო და აღქმას არ ქმნისო. ხო და მაგრამ სალომე ზურაბიშვილი შეიძლება დასაჭერი იყოს, იმიტომ რომ იქ ჩაწერეს რომ შენ თუ თავს ეძახიო რაღაცა პრეზიდენტს ან რამე ესეთ და ვინ წყვეტს და იძახი რომ მე ვარ პრეზიდენტიო დასაჭერი ხარ რა და ვინ წყვეტს ამას რომ აღქმა იქნება თუ არა ეს ვინ უნდა გადაწყვეტოს თვითონ ეხა ბედაშოვა გადაწყვეტს ბიზნესა გადაწყვეტს თვითონ გადაწყვეტენ შენ აღქმას ხმი თუ არა და ეხა იმან რომ მოელანდოს რომ მე რაღაც აღქმას ხნია სწორს ვერ აკვნა
რა შენ თუ იყო მაგალითად თანამდებობის ანუ თუ დაიბრალებ რა თანამდებობის წარმოიდგინე ხა რამდენი გიჟი არის ხო ზოგი ნაპოლეონობას იმდენი ზოგი და შენ ვიღაცა გამოვიდეს და თქვას რომ მე ვარ ისა რა ქვია საქართველოს პრეზიდენტი დასაჭერია რა ეს რატომ მიიღეს ეს კანონი იცი რომ ხო სალომე ხო აღიარებდა მიხეილ ყაველაშვილს და ამბობდა რომ ხან კანონი მიიღეს აღიარებს რადგან არაკონსტიტუციურად აირჩიეს მიხეილ ყაველაშვილი ამიტომ ჩემი პრეზიდენტობა გრძელდებაო და იქ რაღაცა პრეზიდენტის სტანდარტი ედგა თავისუფლად ასე შემდეგ და ეხლა სალომე ზურაბიშვილმა თუ გააგზელა ეგ და თქვა რომ მე ვარ ისო პრეზიდენტი და უნდა დაიჭერონ ამ კანონს წარმოგიდგენთ სალომე ზურაბიშვილის გამო მიიღეს ეს კანონი ჩაწერეს არა მარტო მაგრამ ეს კონკრეტული ჩანაწერი ამის გამო გააკეთეს რომ სალომე ზურაბიშვილს ემუქრებიან რომ თუ კიდე გააგზელებ პოზიციონირებას რომ მე ვარ პრეზიდენტი დაგიჭერთ რა კანონიც არ უნდა მიიღონ ყაველაშვილი არის ყაველაშვილი იმას რაფერი არის შველება ხა არავინ მას არ აღიარებს რეალურად თუნდაც რომ იმდენად შეუფერებელია ეს ადამიანი თავისი პოსტისთვის ყველაფერს თავი დავანებოთ მის იურიდიულ ნიუანსებს მის არჩევისას იმდენად შეუფერებელია რომ მას უბრალოდ ვერავერ აღიარებს პრეზიდენტად რა არ მიიღებს ამას საზოგადოება ხა ეს ძალიან მარტივ ამას მიიღებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ბრმად მიმდევარი რომელმაც იგ მართლა რომ ესა კალიგულას ცხენივით მართლა ზებრა რო დააყენოს იმასაც მიიღებენ ხა ასეთ ხალხზე არა გვაქვს საუბარი და სხვებისთვის არ არის ესაც და ლეგიტიმურობა საერთოდ არის ეს სუბიექტური განცდა მე რამდენად მივიჩნევ ვიღაცას ლეგიტიმურად ან საზღვარგარეთ რამდენად მიიჩნევენ ახლა ეს არის ბევრ რაღაცას დამოკიდებული და ეს არ არის რაღაც იურიდიული ფაქტი მხოლოდ მაინც ახლა იურიდიულ ნიუანსებს თუ ჩავებმებით მაშინ მანარჩოძე არის სწორი იმიტომ რომ ზვიადის მე ყველა არალეგიტიმური იყო მაშინ ჩამოაგდეს მე იმ ჩამოგდებულებმა პუტჩისტებმა დანიშნეს არჩევნები არალეგიტიმური მე იმ არჩევნები დაიჭა ისევე არალეგიტიმური ხელისუფლება და მე სუეგარ და ეს სწორი ყოფილა მაშინ ასე გამოიწვია ასე არ არის ყოველთვის იმიტომ რომ იმ არალეგიტიმურმა გაბსახურდიას მომხრეები მაშინ აბსოლუტურად სწორი იყვნენ როცა ამბობდნენ რომ სარპუჩი და ხელისუფლება არალეგიტიმურია მაგრამ როდესაც სოფლიო მცნო შენი არჩევნები უკვე ეს ლეგიტიმაციაა და აქ სწორედ ამას საზღვარგარეთ აქვს პრობლემა არა მარტო ქვეყნის შიგნით ჩვენთან კი არა იქაც პრობლემაა ისინი არ ცნობენ ამათ მაინც ლეგიტიმურებად ეხლა შეიძლება ზე პირდაპირ არეუნებია რომ შენ საერთოდ ვინახარ მაგრამ რეალურად გაწყვეტილი აქვს ყოველგვარი კონტაქტი და იმათ ეხლა შენ ამერიკასთან რა კანონებიც არ უნდა მიიღო ის რა ეხლა ცნობს ამის გამო თუ რა მაგრამ ამათ ხო კიდევ ერთხელ გავიმეორებ მთელი ამათ პრობლემა რაშია ბიზნეს ხო გონია რომ ჩვენ ყველა დავალებას ვასრულებთ აი ისინი ევრებიან რომ აი მოდი დაავალე სალომე ზურაბიშვილს და მოდი იძახე შენ პრეზიდენტი ვარ ხო არა ის ამ შემთხვევაში ამას კი არა ესე უყურებს რა არის სახში რაღაცა ოპოზიცია მიპირისპირდება რაღაცა ოპოზიციური მედია მაკრიტიკებს იმას რაღაცა ხალხი ქუჩაში გამოდის და არ მოწონს ამას ის კი არ უყურებს ის უყურებს რომ მე მიპირისპირდება სოფლიო ბრძანებელი რაღაცა დიპსტეიტი თორე ესენი ვინ არიან აგრე ესენი არიან მისი ისინი რა ქვია პეშკები ის იმას ეთამაშება რა სოფლიო ბრძანებელს ვიღაცა რომელიც ვერ გავიგეთ ვინ თვითონ თუ გაიგო თვითონ ცენა არის მეორე სხემ ლოგიკა თუ ასეთი მაგარიტი მიხარდა ვიღაცა ხო ხედავი მადუროს რა ბრძანებელს ეკიშმება მადუროს რა დაებართა და აგერ ახლა ირანს რა მოსდის და ახლა აგერ ხამენეის და მის თელ გარემოცვას და ცოტა გინებას მაინც მოუკლები ამათ ადგილას რა მაინც ბრიტანეთს რო ეკაჩებიან ახლა თუ გონიათ რომ ეს ბრიტანელები რაღაც ესე ძალიან ხელწამოსაგრავი და თავში ხელწამოსარტყმელი ხალხია ძალიან ცდებიან ამ შემთხვევაში რა და ვინ ელაპარაკები კაცო სარკოაზის რო გახდები ახლა გასაშაღირებელი რო კარგი ახლა მე რო ბრიტანელი ლორდი ვიყო ძალიან თავღონდებოდი და ჩავთვლიდი რომ ეს ვინ არის საერთოდ ახლა მაგრამ ნუ იმათთვის ეს როგორ ავართ იცი ხა შენ რო გაიგო რომ რაღაცა საადღაც რომელიღაცა ქვეყნიდან ვიღაცა გაგინებს ახლა ნუ საადღაც რო ხარ ბრიტანეთი და რაღაცა მთელ მსოფლიოს პოლიტიკაში ხარ ჩარჩელმა არც მიაქციო ყურადღება ამათ ძირითადად არა აღნიშნა რომ მიაქციეს და დაასანქციეს და მიაქცევენ ხა ასჯერ გაიგო მე ვიტყოდი აუცილებლად გაგრძელდება შეუძლებელია ეს ასე. ეხლა ამას დაემატა დღეს ევროკომისიამ როგორც იქნა საბოლოოდ დაამტკიცა დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს გაუქმება. ეს რას ნიშნავს, რომ აუხსნათ, რომ ანუ ამ ადამიანებს ხო ქონდათ აი მას პარლამენტარებს, მინისტრებს, მათ ალბათ ცოლებს და ოჯახის წევრებსაც სავარაუდოდ ეს დიპლომატიური ჩვენგან განსხვავებული პასპორტები ქონდათ, რომ იცოდეთ, სხვა ფერის პასპორტები ქონდათ, რომ უფრო მარტივად გასულიყვნენ რიგში არ ჩამდგარიყვნენ და სამსახურეობრივი პასპორტიც არსებობს. პრივილეგიურ მდგომარეობაში
მდგომარეობაში ყოფილიყო. ანუ ისარგებლობდნენ თავიანთი რაღაც თანამდებობები და ეხლა მათი პასპორტები ჩვენს პასპორტებზე უარესი გახდა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ უვიზოდ ვივლით და მათ მოუწევთ საერთაშორისო სირბილი ვიზის ასაღება. მე ასე შტაბეჭდება დამჩნევა უბრალო პასპორტებითაც ვერ გავლენ ასე ადვილად. არა, ისინი ვერ გავლენ. ვისაც დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა, ანუ პარლამენტარები, მინისტრები, მათი მოადგილეები, რა ვიცი, მათი ოჯახის წევრები თუ ჰქონდათ ეს დიპლომატიური პასპორტი, საელჩოს თანამშრომლები და ვისაც ჰქონდა, ყველას მოუწევს ვიზების აღება. ჩვენ ვივლით უვიზოდ, ჯერჯერობით. თუმცა კომისიამ თქვა, რომ ევროკომისიამ თქვა, რომ ასე თუ გააგრძელა ხელისუფლებამო, ჩვენ შეიძლება მერე მთლიანად ქვეყანასაც შევუწყვიტოთ უვიზო. ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ დაიმსახურებს ქვეყანა, ასე ვთქვა, თუ ასე გააგრძელა. უბრალოდ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა დასავლეთმა, ევროპამ ამ შემთხვევაში ევროკავშირმა ხელი ჩაიქნია აქ სასიკეთო ცვლილებებს. და თქვა, რომ ეს თავისთვის იყოს, რა კისერიც გიტეხია და ეს არ იქნება კარგი ამბავი. ჩვენი ინტერესია, რომ ხელი მათ არ ჩაიქნიონ და ასე ვთქვათ, აქაც უნდა შენარჩუნდეს ბუნებრივია პროტესტის კერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ რო გიყურებენ შენ რომ შენ აპროტესტებ, და ხალხი რო აპროტესტებს ამდენი ხანია შეუსვენებლივ პრაქტიკულად და ეს პროტესტი რაც უფრო იქნება ფართო, რაც უფრო იქნება მრავალფეროვანი, რაც უფრო იქნება სხვადასხვა ფრონტზე, მით იქნება უკეთესი და მით უფრო მეტად დავარწმუნებთ ჩვენ სოფლიოსაც, რომ აქ უბრალოდ არ გამოხატავს ხელისუფლება ხალხის აზრს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, აი მაგალითად განცხადება ევროკავშირიდან ერთ-ერთი თანამდებობის პირის, ეს არის ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი. დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს მშვიდობიან მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე. ანუ ამის საპასუხოდ გაუქმეთ მთავრობის წევრებს და ასე შემდეგ, ანუ იარო ნაწი ვიზებით. ქართველ ხალხს კაია კალასი ამბობს, ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს. ანუ საქართველოს ხელისუფლება, ევროკავშირში უკვე არის ხელისუფლება, რომელიც იმართავს რეპრესიებს ოპონენტების წინააღმდეგ. ანუ წარმოიდგინეთ, ეხლა რა ვითარებებს მივედით, როცა ჩვენ რეგიონში ვიყავით მართლა დემოკრატიის თავარი ფორპოსტი ვიყავით, ხო, განსაკუთრებით 2012-ის მერე, როცა აქ მოხდა პირველად არჩევნების ხელისუფლების ცვლილება 2013-ში, 14-ში ხო ევროკომისია, ევროკავშირი თავზე გვებლებოდა, იქ ასოციაციების ხელშეკრულება გაგვიფორმეს, უვიზო მოსვლა მოგცეს, რომ იმიტომ რომ რაღაც აი როგორც დემოკრატიის მთავარ ბურჯს კავკასიაში ისე გვიყურებდა. ყველგან ასე ვიყავით, ჩვენ ის უნდა მაშინდელი რეიტინგები ჩვენი. და დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა, ყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებს ატარებს. აი ამ მიზეზით უჩერებენ მათ დიპლომატურ პასპორტებს უვიზო მიმოსვლას და ნამდვილად ასეა და სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ ხა ძალიან ბევრი ლაპარაკია აქ ეგრეთ წოდებული რაღაც, რომ აი სოფლიო შეიცვალა, კი სოფლიო ნამდვილად შეიცვალა, აღარ არსებობს ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალური სოფლიო წესრიგი, ამისი რა უხარია თხული, ამას რო იძახიან, მე არ მესმის, იმიტომ რომ რასაც ეგენ ეძახიან ლიბერალურ სოფლიო წესრიგს, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალს, სამართლებრივ ურთიერთობებს, ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ თამაშებში. ეს იმას კი ანიშნავს, ეხლა ადრეც იყო ეს ეროვნული ინტერესები პრიორიტეტში და ხდებოდა, რომ ზოგჯერ ასე ვთქვა და ეროვნული ინტერესების ხარჯი ადამიანის უფლებებსაც არ აქცევდნენ ყურადღებას. ეს ადრეც ხდებოდა. მაგრამ მაინც ჰქონდა ამას თავის წონა და თავის მნიშვნელობა. როცა ვამბობთ, ეს წესრიგი აღარ არსებობს, ეს თქვა, რომ ვიღაცა მოთამაშე თქვა, რომ სუფეხებზე მკიდია რა, საერთოდ კიდია იდეაში. მე ადამიანის უფლება და ნებისმიერი დემოკრატია, აი უბრალოდ ჩემი ინტერესი. და დღეს ევროპა, ევროკავშირი არის ის ფორპოსტი სწორედ სოფლიოში, რომელიც აი ამ წესრიგს ინარჩუნებს გარკვეულწილად თავის თავში და კვლავ ამ წესრიგის საფუძველზე აპირებს გაძლიერებას, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებასაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენი მთავარი ორიენტირიც მე ვფიქრობ, სწორედ ევროპა უნდა იყოს და ევროპაში კი მართალია იქ ძალიან ევროკავშირსაც უჭირს ახლა ასე მოუქნელი სტრუქტურაა და ამიტომ სწრაფი ცვლილებები ცოტა იქ რთულად ხდება და უამრავი რაღაც ასე ვთქვათ შეფერხებებია, მაგრამ პრინციპში და იდეაში მიდიან ჩემი აზრით სწორი გზით. და ჩვენი მომავალიც თუ სადმე არის საერთოდ, ჩვენ თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, განვითარებული ქვეყანა ვიყოთ, ეკონომიკურად აყვავებული, პოლიტიკურად ძლიერი, გავლენიანი, რეგიონში ძანგარის გვიწევდნენ და სხვაგანაც ჩვენი გზა ეგ არის, ჩვენი გზა ევროკავშირია. ესეა ახლა დღეს და ხო, რა თქმა უნდა. ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატებთან მნიშვნელოვანია.
ურთიერთობა. ხო, ევროკომისიის პრესვიკერმა გაკეთა განცხადება, მოითხოვთ ზიანმაღლობელს და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას. ნუ ხო, წარმოიდგინეთ, ხო, ახლა ხელისუფლება, ხო, ზიანმაღლობელს გამოუცხადეს ჩვენმა კოლეგებმა, ესეც მაინტერესებს. პირიქით იძახიან ციხეში უნდა იყოსო. იძახიან ციხეში უნდა იყოსო, ხო. გავიგე, შეიძლება მიგაჩნდეს, რომ დამნაშავეა, რადგან ხელი მოუქმნია პოლიციამ, მაგრამ ხალი სილის გაწვისთვის 2 წლით იჯდეს ციხეში. ახლა ერთი თვით შეიძლება ჩასვას ციხეში. ერთი თვით, ან 2 კვირით, მაგრამ ხალი საქართველოში, ხალი სილის გაწვისთვის რო ციხეში 2 წლით გიზის სილის გაწვისთვის და ამას ამართლებ რომ 2 წლით რო გიზის, საერთოდ 4 წლიანს უყენებდნენ, ხო და ამასაც ამართლებდნენ. ჩვენი კოლეგები იმ სახელმწიფო არქივიდან და დღეს ითხოვენ იმას, რა ქვია, სოლიდარობას თუ არა, სოლიდარობას ითხოვენ, ეს ხო სიაფანდია, როგორც ითხოვენ, სიამდვილეში არაფერს არ ითხოვენ. სიამდვილეში ხელისუფლებას თხოვენ, მოგხედეთ. აი ეს მაგათი მოთხოვნა. ის ცდილობს რაღაცა ხელფასები დაარიგეს და გვახარბებდნენ, გვიფრიალებდნენ ეგრეთელი ფლეშმობი რომ მოაწყვეს. ხელფასი ავიღეთ, ნუ აი ხა რა უნდა ელაპარაკო. ნუ არ ვიცი, ხო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველანაირი ტელევიზიის დახურვის წინააღმდეგი ვარ, რაც არ უნდა პროპაგანდისტული იყოს, იმედისაც პოსტივის დახურვის წინააღმდეგიც ვარ და იმის ალტიფოს დახურვის წინააღმდეგიც ვარ. და არც ერთ მედიის დახურვას არ ვემხრობი. მაგრამ შენ რო აქეთ ანამუსებ ხალხს და ეუბნები სოლიდარ გამოიცხადეთო და შენი კოლეგები 2 წელია რომ აგენტებად ყავს გამოცხადებული ხელისუფლებას, ყველანაირ გზას უკეტავს. ეხლა ამ ონლაინ მედიამ იპოვა გამოსავალი რომ რაღაც ესტონეთში დარეგისტრირდა და ეხლა კიდე გაამკაცრეს კანონები რომ ესტონეთში დარეგისტრირდით, ეხლა უფრო გავამკაცრებთ კანონებს რომ საერთოდ მოგუდოს უნდა და რა ონლაინ მედია არ არის. მარტო ტელევიზია არის მედია, ვერ გავიგე, ხო რა დამოკიდებულება აქვს ეს. ხო, მოკლედ კიდევ ერთი რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის დონალდ ტრამპის ბოლო განცხადება, მინდა წავიკითხო, სამ რეკლამაზე გავალთ. უპირობო დანებების გარდა ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნებაო, ამბობს ტრამპი. დონალდ ტრამპის განცხადებით ირანს დიდებული მომავალი ექნება. ამის შემდეგ და დიდებული და მისაღები ლიდერების შერჩევის შემდეგ ჩვენ და ჩვენი შესანიშნავი მამაცი მოკავშირეები დაუღალავთ ვიმუშავებთ, რათა განადგურების პირას ყოფ ირანი გადავარჩინოთ და ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გავხადოთ ვიდრე ოდესმეო, დაწერა ტრამპმა True Social-ზე. ო, ეს გასაგებია, იმიტომ რომ ეს გასაგებიც და მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ხა მაგ სხვა ვარიანტი არც არის. ან უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ირანში, ან პრინციპში ამერიკის მარცხია მაშინ. ხო, ან არსებული რეჟიმი უნდა წავიდეს კომპრომისებზე და ისეთი ლიდერი აირჩიოს, რომელიც შეცვლის ამ კურსს. როგორც თქვა, ჩემთან უნდა იყოს შეთანხმებული. მაგრამ რამდენად არის ეს ხელმძღვანელობა ირანის ამის წამსვლელი? ეს მეორე საკითხი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენი პროპაგანდისტები ხო გახსოვს უკრაინაში რომ დაიწყო აი დასავლეთი არ ეხმარება უკრაინას, დატოვეს მარტო და არა და დასავლეთი რო არ დახმარებოდა უკრაინას, უკრაინა დღეს განადგურებული იქნება. უკრაინა დღეს დაპყრობილი ეყოლებოდა, ხო? ამდენი წელია რომ უძლებს, სწორედ დასავლეთის ფინანსური და იარაღის დახმარების შედეგია და სამაგიეროდ აი მათი საყვარელი რუსეთი არც ერთ თავის მოკავშირეს არ დაეხმარა. არც ასადს დაეხმარა სირიაში, ვერც მადუროს დაეხმარა ვენესუელაში და ვერც ირანს ვერ ეხმარება. ისი დახმარებები თვითონ გაჭირებია თავისი. ვერაფრით ვერ ეხმარება მათ. დასავლეთი იარაღით მაინც დაეხმარა უკრაინას და დგას დღემდე უკრაინა და დღეს იმას პესკოვს კითხეს რომ ირანსო დაეხმარებითო და არ უთხოვიო ირანსო დაეხმარებით. არ უთხოვიო გადამებიან თან ეხლა და ობს დაუწყებენ ამერიკას თუ რა ისი დახმარია. არა აქვს რუსეთის ძალა. შეიძლება ბიზნეს ივანიშვილის გონია რომ ეს რაღაცა ისევ ის მითიური გოლიათია, როგორც საბჭოთა კავშირი იყო, ან ვიღაცების გონიათ, მაგრამ არა აქვს რუსეთს ამდენი შესაძლებლობა. აგერ ერთ სოფელი არა უღია 4 წელია, კარგით, ახლა მეორე მსოფლიო ომს რაც მოუნდა, ხან რაც დაჭირდა გერმანიის, ასე ვთქვა და ბერლინში შესვლას, იმდენი ხანი ვერ შევიდა პოკროვსკში. რაზე ვლაპარაკობ და აქეთ პირიქით ახლა უკრაინელებმა რამდენიმე დღის წინ 9 სოფელი გაამთავისუფლეს კიდე აქეთ სამხრეთის ფრონტზე. და უკრაინამ უკვე სამხედრო მრეწველობაც ააწყო, აგერ ახლა ირანის ომში ეხმარება ევროპას და ამერიკას დრონებში. იმიტომ რომ ირანული დრონების წინააღმდეგ თუ იმეს აქვს საბრძოლო გამოცდილება აქვს უკრაინას, იმიტომ რომ რუსეთი იყენებს ამ ირანულ დრონებს და რუსეთისთვის ეს სერიოზული დარტყმაა, რომ ირანი იყო ერთ-ერთი სერიოზული იარაღის მიმწოდებელი რუსეთისთვის ამ ომში. ეხლა საცალია მაგისთვის. ხო, ერთადერთი რაც რუსეთმა შეიძლება ის ნახოს აქედან ავტობუს პასი გაიზრდება დროებით, ხო. დიახ, მაგრამ ესეც დროებით. ხო და თავისთავად ამ ეს ღერძი იქით პეკინი, თეირანი, მოსკოვი და აი ამ ღერძის რღვევა ეს რუსეთისთვის სერიოზული დარტყმა და მთლიანად ხოლმე რაღაც რეგიონულ მასშტაბებში აქცევს. ანუ რაღაცა დიდი პრეტენზიები რო აქვს ეს იმპერიული და არიქა და მთელ სოფლიოში იყოს, ეგრე აღარ არის. უკვე აღარ არის ეგრე.
მოკლედ ეს იყო ასე თქვა ჩვენი მიმოხილვა პირველი ნაწილი ამ გადაცემის მეორე ნაწილში როგორც იცით თქვა სტუმარი გავალთ რეკლამაზე რეკლამის შემდეგ შემოგვიერთდება სტუმარი არჩილ გამზარდია პოლიტოლოგი და უკვე ვისაუბრებთ ოპოზიციაზე ოპოზიციის ალიანსზე მათ შანსებზე რამე შეცვლის ეს ალიანსი ვერ შეცვლის და ასე შემდეგ ასე რომ დაგიბრუნდებით ცოტა ხანში მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში არჩილ გამზარდია შემოგვიერთდა რომელსაც მივესალმები არჩილ გამზარდია ალბათ გადაცემაში მონაწილეობისთვის ჩვენ პირველ ბლოკში ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის შეუჩერა ევროკავშირმა დიპლომატურ პასპორტებს უვიზო და პიტერ ფიშერი გერმანიის ელჩი გამოეხმაურა ამას დარღვევების შედეგები მოხვება ჩვენ გსურს რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით საგებლობა გააგრძელონ ანუ ვისაც ჩვეულებრივი პასპორტი გვაქვს ჩვეულებრივ უვიზო და ვისაც არაჩვეულებრივი ქონდა დიპლომატიური პასპორტი ისინი ვეღარივლიან უვიზოთ თქვენ მეგობრები ხართ და ევროკავშირში თქვენი მიღება ყოველთვის სასიხარული ამბობს გერმანიის ელჩი შეგიძლიათ რომ ევროკავშირის წევრიც კი გახდეთ ეს თქვენს ხელისუფლებაზე დამოკიდებული ახლა თქვენ ევროკავშირს შორდებითო თქვა ამან ასევე კაია კალასი და მარტა კოსი გამოეხმაურნენ ზოგადად ამ ახალ კანონმდებლობას რომელიც საქმე მიიღეთ ახალი კანონმდებლობა საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას აწესებს ხელისუფლება უფრო შორდება კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროკავშირის წევრობის შესახებ ეს საუბარი ახლა ბოლოს რო კიდე რომ გაამკვეთრეს კანონი არაღიარებაზე რომ უნდა დაგვიჭიროთ ან პრეზიდენტად თუ გამოაცხადებ თავს ციხეა მაგაზე თუ იტყვი მაგალითად რომ მე ვარ პრეზიდენტი ყაველაშვილი არო შეიძლება ციხეში აღმოჩნდე და აი მოდი ამ არაღიარების კანონით დავიწყოთ რას ფიქრობ ამ ნუ კანონით რო გაიძულებენ ხალხს რომ გვაღიარეთო დაახლოებით ეგ არის ხო არ ვიცი ეს ერთი მხრივ ტრაიკულია მეორე მხრივ ცოტა ლირიკა არა იმიტომ რომ აღიარება ფაქტობრივი თვალსაზრისით აღიარებული იმიტომ რომ ამ კანონმდებლობის ქვეშ მოქმედებს ამ იურისდიქციის ქვეშ მოქმედებს პატიმარი ადვოკატი ვიხდით გადასახადებს და ასე შემდეგ ანუ ამ კუთხით ჩვენ ამ ხელისუფლების ძალაუფლების შემსრულებლები ვართ ბუნებრივია და მეორე რჩება რიტორიკის დონე რაღაცა წმენითი ელემენტი ვიღაც აღიარებ თუ არა მე ძალიან მეცნება ხოლმე ხალხს იძეს რძალს არ აღიარებს და რატომ უნდა აღიაროს ხელისუფალი რომელიც მას არ მიაჩნია ახლა ამას მაგალითად ერთ-ერთ არხზე თუ პრესაში უკლედ კითხვა დამისვეს ყაველაშვილის გამოსვლაზე და ნუ მე ვთხარი რომ ახლა ყაველაშვილის გამოსვლას მე არც უსმენ იმიტომ რომ ჩემთვის ის არ არის კვალიფიციური სუბიექტი საიმისოდ რომ მისი საპრეზიდენტო გამოსვლა ჩემთვის იყოს როგორც პოლიტოლოგისთვის შეფასების საგანი და ფეხბურთზე კი ბატონო ის ჩემს ავტორიტეტი შეიძლება იყოს იმიტომ რომ ფეხბურთზე თუ ილაპარაკებს ავტორიტეტი რაღაც საინტერესო შეიძლება თქვა სიტყვა ხო გამოცდილება კომპეტენცია და ასე შემდეგ და ახლა ნუ ეს ყველაფერი როგორც ჩანს ახლა კრიმინალიზდება არ მინდა არც აი ყველა სასაცილოდ და ტრაიკული იცი რა არის რომ რეალურად რაღაცებს რასაც ხელისუფლება აკეთებს ერთი მხრივ სასაცილოა მაგრამ მე ჩვენ ამ ყველაფრის სიცილში ტრაგიკული შედეგები გვიდგება იმიტომ რომ აღიარო ანუ რუსეთშია ხო მაგალითად ვინც გააპროტესტებს პუტინის კურსს ვინც იმ ტერმინს არ გამოიყენებს საერთოდ ადამიანებს დევნიდნენ იმის გამო ვინც სპეციალურ ოპერაციას აი ესე ფორმულირებას არ გაუკეთებდა აგერ ირანში იყო ხო მსგავსი მიდგომები ჩრდილოეთ კორეაში და ასე შემდეგ რიტორიკით ეს ამაზეა აბა სხვა მხრივ რაზე გვედავებიან სხვა მხრივ ვერაფერს ვერ შედავები იგივე წინააღმდეგობის სივრცეც კი იხდის იმ გადასახადებს ჯარიმებს და ასე შემდეგ ხო და დანარჩენში ეს გამოდის რომ ხვალზე უნდა პირიქით ესეც არ არის ის წილი კანონში ესეც უნდა გამძაფრდეს აქ თუ არის ჩანაწერი რომ სისტემური არაღიარების ან აღქმის ხელშეწყობის ხვალზე იქნება რიტორიკაში ალბათ შემდეგი ჩაცვლილება იქნება რომ რიტორიკაში ვინც კი არაღიარებს ან ვინც კი დამაკრინებლად ან აღქმის დღეს ხო მაშურებით ხა ასე ირონიულად უყურებთ მაგრამ მე ირონიაც აიგრძალება ირონიაც აიგრძალება აუცილებლად თქვენ ვის დასწინეთ ჩანაწერი ხო აღქმის ხელშეწყობა შეიძლება ისე ილაპარაკო რომ ბრალი დაგდონ აღქმის ხელშეწყობა შეიძლება პირიქით უტრირება მოახდინოს როგორ ახლა რომ დაიწყო ირონიის ასეთ ტალღა რომ ჩემი ყველაზე ლეგიტიმური ანუ აქ ფორმულირებაში შეიძლება ვერ შეიდავ მაგრამ შეიდავები აღქმის ხელშეწყობაში იმიტომ რომ ირონიით გამოთქმული ფრაზებიც კი შეიძლება გახდეს არც აი არ ვიცი აკადემიური ტერმინი შეიძლება შეუსატყვისო ამას რო თქვა რომ რაში ჭირდება მე რაში ჭირდება ეს შენი აზრით აი
ამის გარეშეც ხომ ნუ პრინციპში ყველაფრის კონტროლი აქვს და ყველას დაჭერა შეუძლია ყველაფრის გამო ამის ისეთი კანონმდებლობა აქვს. აი ეს აღქმის შემოგდება რაღაც დაჭირდა. აი საერთოდ აკრძალე რა. ანუ კანონი მიიღეს ფაქტობრივად რომელსაც ქვია მაღიარე. ხო, ანუ ეგ არის ხო ჩვენთან იურიდიული საფუძველი არაფრისთვის აღარაა საჭირო ისე შეუძლია ადამიანის ციხეში გაუშვან რომ ანუ კანონები კიდევ იქ ჭირდებათ ხოლმე რომელშიც რაღაცა დამატებითი ფაქტორი სჭირდებათ რაღაცა დევნისათვის და სადღაცა თავის ბრჭყალებში სამართლებლად რომ აი რაღაც საფუძველი არსებობს. ალბათ უკვე ბუნება, ანუ მე ახლა მომდივარ ხოლმე რომ აი ტოტალიტარული ბუნება აიძულებს აკეთოს ისეთი რამით, რომელსაც აღარც ფუნქცია აღარ აქვს, აღარ შინაარსი, არც ლოგიკა, არც აზრი, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია, იმიტომ რომ აი ეს ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესში ეგ არის უკვე რომ ელემენტარული დისკომფორტიც ხო აღარ უნდა იყოს, აბა ახლა ის შეიძლება ნორმალურად ჩათვალოთ, რა შეჭირდებათ რომ ტროტუარიდან ადამიანის ციხეში გაუშვან ტროტუარზე დგომისთვის, ხო? ან რაღაცა Facebook პოსტისთვის რომელიც სალმე ზურაბიშვილი შეიძლება დაიჭირონ ახლა იმის გამო რომ ის ამბობს რომ ყავლაშვილი გენა პრეზიდენტი მე ვარ პრეზიდენტი ესეც ჩაწერეთ თუ შეგამოაცხადებ თავს რაღაც სახელმწიფო თანამდებობის პირად ხო ეგ არის შიში საყოველთაობა საჭირო აქ ამ ელიტებზე იმდენად აქ აქცენტი არ არის როგორც ზოგადად მოსახლეობაში აი ამ შიშის ფაქტორის გაძლიერებაზე რომ ემან რამე არ წამოუწდეს ემან რამე არ აი ჩვენ მიუხედავად ყველაფერს აი როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო ერთი პერიოდი რომ მობილური გამორთე და ის ელაპარაკიო ილიკო და ილარიონის საუბარიც კი რომელიც შეიძლება საინტერესო არ ყოფილიყო ეს შიშის განცდა არსებობდა მაგრამ ახლა ჯერჯერობით ეს პრობლემა ამ პოლიტიკოს არის ხო მაგრამ ალბათ ამისკენ უნდა წავიდეს პროცესი რომ ადამიანებს ლაპარაკიც კი შეეშინდეთ იმიტომ რომ საშუალო სტატისტიკურ ობილატელს ახლა რაღაცა ისეც დაუცველია ყველა თვალსაზრისით სოციალური ფსიქოლოგიური ყველანაირი ტიპის კუთხი დაუცველია და მას ჭირდება ახლა კიდევ აი ესეთი ნეგატიური სტიმული მისაც რომ საერთოდ გაჩვენდეს, საერთოდ არაფერი არ თქვას. არც იფიქროს ნამდვილი ტოტალიტარიზმი უკვე ეგეთია. აი კლასიკური ტირანიაში გადასული ტოტალიტარიზმი, რომ ადამიანს ფიქრისაც ეშინია, სახის გამომეტყველების, აი ჩრდილოეთ კორეაში როგორცა, ანუ ის კადრი იღებს და ის თუ სათანადოდ არ დაიტირებს ვიღაცას, ან სათანადო სიხარულს არ გამოხატავს, ან მისი თვალები არ იქნება წყინავი, ან პირიქით გლოვიარი სიტუაციის. მიხედვით ახლა ჩვენ კი შეიძლება ხო ვფიქროთ რომ რაღაცა ჩვენ თან თითქოსზე ყველაფერი შორსაა, მაგრამ არ არის შორს. ჩვენ ზოგადად თავისუფალი ბუნების გამოცდილება დიდი არ გვაქვს. საქართველოში საშუალო სტატისტიკური მოქალაქე არასდროს ყოფილა. ეს რაღაცა წლები შეიქმნა რაღაცა უფრო თავისუფალი გარემო. რამდენიმე წელს განმავლობაში ეს ცოტათი ვიგრძენით თავისუფლება, აზრის გამოხატვა შეიძლება რაღაცებში მეორე უკიდურესობაშიც კი გადავედით, მაგრამ ესეც ხომ გასავლელი იყო, ანუ თავისუფლების ასე ვთქვათ მაჭრის ფაზა რა, რომ დუღილის ფაზა უნდა ყოფილიყო და მერე დაალაგდებოდა. ამიტომ ადამიანების შეშინება ამ კუთხით ძალიან მარტივდება. ხო, მახოთ რა გამოუვარს, მინდა ამ ოპოზიციაზე გადავიდე, რატო შენს მინდა კითხო როგორც გამოცდილ, ასე ვთქვათ პოლიტიკოს, ეს ამ ორი ასე ვთქვათ გაერთიანებას, იყო ეს მოთხოვნა, რომ რაღაცა დაჯგუფდით, საზღვარგარეთანაც იყო რომ აი ერთი პირით გველაპარაკეთ ოპოზიცია, აქედანაც იყო მოთხოვნა რომ რაღაც ალტერნატივა გამოჩნდეს იქნებ, ვიზეც ხალხი ორიენტაციას გააკეთებს, ამიტომ შეიძლება ეს ფუნქციები ამ გაერთიანებამ შეასრულოს, ასე ვთქვათ. ხო, ერთის შენი პოსტი იყო და მე ამას ვეთანხმები, შედეგი დავანახებს ამას, რამდენად ეს ეფექტურია. ანუ შედეგის მიხედვით შეგვეძლება, თუმცა ეხა რო თქვა თუ აქ რამე სიახლეა, ჩემი აზრით, ნუ ნაკლებად, იმიტომ რომ ეს ხალხი პრინციპში ყველა ცნობილია, არაერთხელ ყოფილა ეს ცდილობები, შედეგი არ ყოფილა, არ დამდგარა არასდროს. ახლა თუ რაღაცა მოხდება სასწაული, არ ვიცი, ხა მე პირადად ეგ გულახდილად რო გითხრა, არა ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა თუ შევწდები, მხოლოდ მოხარული ვიქნები ამ შემთხვევაში, მაგრამ ჯერჯერობით ეს პოლიტიკური მოთამაშეები ვინც არის და მათი პირველი განცხადებებიც მე არ მაძლევს დიდი ოპტიმიზმის საშუალებას. მაგალითად ითქვა რომ ჩვენ უნდა გავაფართოვოთ პროტესტი. ვიმუშაოთ ამაზე. კი ეს სწორია და შესაძლებელია. და იქვე მოაყოლა სხვა ოპოზიციური ჯგუფების გინება. ხო და ახლა ეს რანაირად მის ერთმანეთს განსა. მაშინ თავი შეიკავე რა, მაინც მოგადადიხარ სხვების კრიტიკაზე. იქვე ითქვა რომ აი ჩვენ ნაცებს გვერატო გვეძახიან და თქვენ თუ მაშინ თქვენ ხართ კონცერვი და რაღაც ანუ თუ შენ გინდა გაფართოება მაშინ შენი რაღაცნაირად რიტორიკაც შენი
ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იმ ჯგუფებისკენ, რომელიც არ არიან შენი ჩვეულებრივი ამორჩევლები და შეიძლება თანამოაზრეც არ იყოს ბევრ რაღაცაში. ესეთი პარტიები თუ შემატან იმათთან თუ არ ჩავთვლით თავისუფლების მოედანს. ერთი თავისუფლების მოედანი ჯერ ახალგაზრდები არიან და ახალია. ახალია არ შეგვერთენ. ბაჩი, შენი დამოკიდებულება როგორია? ხო, პირველი აი ამაზე მოთხოვნას როცა ვამტკიცეთ ხოლმე ამაზე მოთხოვნა იყო. მე არ ვიცი ალტერნატივაზე არა ანუ რეალურად საფუძველზე გეტყვა ქუჩაში რომ გადიხარ და ხალხს ველაპარაკები გეუბნებიან რომ აი კი ბატონო არ მოგწონს ეს ხელისუფლება მაგრამ მითხარი ვინ არის მისი ალტერნატივა მე დავირჩიო ანუ აი ერთი ალტერნატივა უნდა იმ ადამიანს რა დაინახოს არ ვიცი ეს შესწავლებზე ამ ტიპის კვლევებზე მე ცოტა ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს ახლა არც ერთხელ ჩვენთან უბანში რაღაცა ჯგუფში იკითხეს რომ აი რო გავხსნათ კომპიუტერების მაღაზია წინამდე ხო არ იქნებით და ხალხი კი ბატონო გაიხსნა შვილი ხარ შესულა. ანუ არა, ეს სხვა თემა არის. არა, მე მასე არა პრეტენზია რომ სოციოლოგია ჩავტარ, ყველა ვისაც კი აი ესე ხალხი პოლიტიკაზე გველაპარაკება, თავარი კითხვა ეგ არის, შენთვის არ დაუსვამთ, რომ მაშინ ვინ? ხო და აი ეს მაშინ ვინ ნიშნავს, რომ იმას ალტერნატივა უნდა. ხო, ყოველთვის მე ჩემთვის აი ამ გამოდგება თუ არა ალტერნატივა. მაგრამ ერთი ამ ხალხის მოთხოვნის ნაწილზეც მე კითხებს ვსვამ, ჩემთვის ეგ არ არის დახურული საკითხი, რომ ხალხი ამას ითხოვს და ეს ხალხი ვინ არის კიდევ ერთი თემა. მეორე ხო, ну, აქ ცოტა სხვა მიმართულებით უნდა წავიდე მსჯელობაში, მაშინ რომ ხალხმა თუ იცის თუ არა საერთოდ რა უნდა. ცოტა სხვა განსავალ უბრალოდ, ამიტომ რო არ გავხსნი ამ შეკითხვის ფოკუსს, ამას უბრალოდ როგორც ფაქტორს დავასახელებ. მეორე ეს არის პირადად მე თეორიულ დონეზეც. წინააღმდეგი ვარ, მე არ ხიბლავს არასდროს პოლიტიკური კარტელების და პოლიტიკური ოლიგოპოლიის იდეა. ამ ხიბლავს. როგორც ეკონომიკაში ეს არის მომხმარებლის წინააღმდეგ მიმართული შესაძლებლობები, ისე პოლიტიკური ოლიგოპოლიაც ამორჩევლის წინააღმდეგ არის, როგორც ესე მიმართული და პოლიტიკური გარიგებები ზოგადად საფრთხილო თემა. ну ეს ჩემი პერსონალური პროფესიული დამოკიდებულება. მესამე რაც შეეხება ამ ყველაფრის მიუხედავად, რამდენად რეალისტურია მსგავსი გაერთიანება, ხო? პირველი მე ერთ რასაც ვითხოვ რომ რაღაცა აი თუ ისწავლა ჩვენთან პარიტეტული თანამშრომლობის უნარები ჩვენთან არ აქვს პოლიტიკურ სუბიექტებს. ან უნდა იყოს ვიღაც მაგალითად როგორც მიხეილ სააკაშვილი 2003-ში და მან მიიღო ძირითადი ერთი ლიდერის ვერტიკალის ქვეშ, ან როგორც 2012-ში ბიძინა ივანიშვილის ერთი ვერტიკალის ქვეშ. პარიტეტული თანამშრომლობის უნარები ჩვენთან არ აქვს. და რო შეხედავ გაერთიანებულ ოპოზიციას, ზოგჯერ ფიქრობ, რომ ერთი პარტიის ფარგლებში რა კარგი პოლიტსაბჭო იქნებოდა, როდესაც ყველას სიტყვას რაღაცა ერთი ხმა მაინც მიყვება, არა? ამიტომ ამ ერთადერთი მე რასაც ფიქრობ, რომ იქნებ თეორიულად დაუშვა, რომ ამ ადამიანებმა რაღაცნაირად თეორიული ჩარჩო მაინც შექმნან კონკურენციის თანამშრომლობის ფარგლებში რაღაცა ისწავლონ რა არის საზოგადოების ზღვარი კონკურენციასა და თანამშრომლობას შორის იქნება ახლა შეიძლება ძალიან სასაცილო ჟღერდეს მაგრამ აი ამ კონკურენციის ეთიკის ელემენტები შემოვიდეს თეორიულად მაგას უშვებს სხვა შემთხვევაში პირველივე გამოწვევა გაჩნდება და ნახავთ როგორ წავა ეს პროცესი იმიტომ რომ აქამდე სხვა რეალობა არ ყოფილა თუ ახლა ამდენმა გამოცდილებამ ამდენმა შეცდომამ ეს პოლიტიკური სუბიექტები მიიყვანა იმ დასკვნამდე რომ საკუთარი ეგოს იქით რაღაცა თემასთან დაკავშირებით თვითონ შეუძლიათ თქვან ხო მაშინ როდესაც მიაჩნიათ რომ პერსონალური ინტერესი არასკენ უფრო ასე ვთქვათ ამისამართებს კარგი იქნება მაგრამ ესეც არ არის მე ზოგადად მეჩნია რომ საერთოდ ეს ფორმაცია თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრებისთვის წარსული დროა. მე ზოგადად მიმაჩნია ეს ყველაფერი სხვა რა გამოსავალი სალცალკე ყველა სუსტები არის. არა, მაგას თავი დავანებოთ, ცალკე სუსტი ერთადლიერი ხარ. მე მგონი ჯერჯერობით რაც არის ეს პარტიები ხუთამანთ აქვს თავიანთი რაღაც ასე თუ ისე ამორჩევლის ბაზა. ერთად იქნება ეს თუ ცალცალკე იქნება, დიდად ეს არ მგონია შეიცვალოს, თუ რაღაც ახალი ლიდერი, ვიღაც არ წამოწიეს ერთი ლიდერი. ან ერთი პოლიტიკური სუბიექტი უნდა შექმნან რომ ერთ საარჩევნო ნომერში მისცენ ხმა ადამიანებმა რომ შემდეგი საკითხია არა ანუ რაღაცა ფუნქცია ხო უნდა კონდეს ამ შემთხვევაში მაგაზე ამბობენ რომ ჯერ არჩევნები შორია არ არის ხო და აი მაგაზე ადამიანები არჩევნები დაუშვათ ადამიანები არა თუ დაინიშნება მე იფიქრებენ მაგ თემას აი ჩვენთან ხო ყოველთვის მე რაღაც იქნება პრინციპით რომ ცხოვრობს ქართული ხალხი ზოგადად ეთყობა ამ ქვეყანას უნდა რომ უნდა იყოს გათვლილი რას გვაძლევს თუ ეს არის ურთიერთობები ურთიერთობისათვის პოლიტიკური არითმეტიკა არ ნიშნავს იმას, რომ დათოს თუ უჭერს ორი კაცი ხარს და მე ერთი კაცი, რომ ერთად თუ იქნებით სამი კაცის ხმა გვაქვს გარანტირებული. პირიქით, თითოეულ მათგანმა საკუთარი ამორჩევლები ისე დაამუშავა,
სხვების წინააღმდეგ, რომ შეიძლება ადამიანებს ჩვეულებრივ კოგნიტურ დისონანსს რო ეძახით, ეგ დაემართოთ, რომ ვისთან გაერთიანდა და ახლა მე როგორ უნდა მიცე ხმა იმას მაგრამ ნაცმოძრაობის ამონჩეველი და ფედერალისტი ერთად ცოტა უკვე არის ცოტა რთული ამბავი. გაუგებდება, ხო? მოგეხსენებათ, მათ შორის არ არის ფლატ. რანაირად მიცე ხმა მე ხომ მეუბნებოდე რომ ეს ბოროტება, ეს ცუდია, ამას ხმა არ უნდა მიცე, ამას ხო, გავიგეთ, ამიტომ ამბობენ რომ ერთიანი საარჩევნო სუბიექტი ჩვენ არ ვართ. ეხლა ვართ ერთიანი პლატფორმა, რომელიც იბრძოლებს მაგალითად პროტესტის გაფართოებისთვის ერთიანი პოლიტიკური ერთიანობა არაფერ კავშირში არ აქვს. არა, აქ საუბარი არ ხო ალიანსზე თქვა ამ შემთხვევაში, როგორც დაირქვეს მათ, ხო, ოპოზიციური ალიანსი. არც ეგ არ არის, ამას ქვია მაშინ თანამშრომლობა თემატური. რომლის დროსაც შეიძლება ერთ თემაში ერთანი თანამშრომლობა, მეორეში მეორესთან, მესამეში მესამესთან და ასე შემდეგ. თუ მათ ყველა საერთო იდეა, საერთო თემატური შეხედულების კონკრეტულ თემებზე შეიძლება ითამაშონ, იმუშაონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ პოლიტიკური ერთიანობის იდეას, რასაც თან გვეუბნებიან, რომ ამ პოლიტიკური ერთიანობის იდეა არისო. არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენთან ეს ახლა მაგიდის გარშემო შეთანხმებულები და საღამოს, ასე ვთქვათ, ჭიქავინით ერთმანეთის დალოცვის რეჟიმშიც გვინახავს და მეორე დღეს და მესამე დღეს პირველივე გამოწვევაზე დაუჭამიათ ერთმანეთი. თუ ეს არ იქნება, მე გამიხარდება, იმიტომ რომ ჩათრო რაღაცა გაიზარდა პოლიტიკური ოპოზიციის წილი და რაღაცები ისწავლა და ერთმანეთს ლანძღვის და საშინელებებს უკეთებენ ერთმანეთს, ანუ ხელისუფლებას იმდენი შრომა არ სჭირდება ოპოზიციის წინააღმდეგ, როგორც თავად ოპოზიცია ერთმანეთს უკეთებს და საკუთარ თავს აქედან გამომდინარე. ისეთ ტალახებს ესვრიან 24 საათის განმავლობაში ერთმანეთს, რომ მართლ პარტია შეუძლია წამოკოტრიალდეს და პოპკორნი ბატიბუტი მიირთვას, ასე ვთქვათ და ისე მეც მოიგებდა სხვადასხვა რო არის სვენებენ, უფრო მეც აქებენ. ხო, არა მართველი პარტია რაც უფრო მეც აქტიურობს, მით მინუს სიძერს მეც. ჩუმად რო იყოს ქართულიოცება, ჰა? კი, დაჯავენ ესენი ერთმანეთს. კი, ისე თვითონ საერთოდ ერთმანეთს ეხმარებიან ხოლმე. სერიოზულად. მე ყველაზე დრამა ინტერესებს იცი, ამ პარტიების უმეტესობას, ვინც ამ გაერთიანებაშია, თითქმის ყველას მე მგონი, აუპირებდა აკრძალვას ქართულიოცება. ამდენი წელია თავის სამორჩეულს პირდება, რომ ნაცემ ხო, რატო არ აკრძალეს ეს ეგეც საინტერესოა. აღარ კრძალავენ მე მგონი და კიდევ ერთხელ გადააგდო ქართული ოცნების სამორჩეულს მინდა უთხრა, რომ თქვენმა საყვარეულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაგაგდოთ. ნაცემის აკრძალვას კიდევ ერთხელ დაგმირდა და კიდევ ერთხელ აკრძალავს. არაფერს გაჩერებული აქვს ეს ჰაერში აქვს ჩამოკიდებული. აი ამ სარჩელი შეიტანეს, თუ ეტყვი რასაკეთებო, გეტყვია რომ აი სარჩელი ხო შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ის საკონსტიტუციო კიდე როცა უნდა მაშინ განიხილოს. როგორც ჩანს ოპოზიციას ხელისუფლება უფრო პატივსცემს და პირიქითაც. იმიტომ რომ ფიქრობენ რომ აქ რაღაცა თეორიული შესაძლებლობები იქნება არისო, ხვალზე რაღაცა პროგნოზულად გააკეთონ და აი თუ კი ისინი საფრთხილოები გახდებიან, იმ შემთხვევაში უკვე მომზადებული აქვს ნებისმიერ დროს რომ საარჩევნო და ჩვენ ნომრები მგონი დაკარგეს კიდეც უკვე ხო პრინციპში. კი, რა თქმა უნდა, დაკარგეს, მაგრამ აუკრძალავო. თავიდან ამორჩეულს არჩევნების წინ დაპირდნენ რომ აუკრძალავო. თუ იმდენად სუსტი იქნება თუ დაკრძალავთ. ეს საპარლამენტო არჩევნების წინ. მე უთხრეს რომ მოდითო, ეხა არ აუკრძალავთო, ადგილობრივ არჩევნებს დაველოდებ და მე აუკრძალავთო და გავიდა ეს ადგილობრივი არჩევნებიც. უკვე იმის მერე ერთი წელიც გავამალე და მაინც არ გრძალავს. ხო, იმიტომ რომ ეხლა იმედი აქვს რომ თვითონ წარმატებულად გრძალავენ. ჯერ მარტო იმიტომ რომ ასე არ საუბარი არის იმაზე რომ ამ დაპირებასაც უარ უსრულებს თავის ამორჩეულს. ახლა რომელი შეუსრულებია რომ შეასრულოს. და მაინც მისამორჩეულს ეგეც არ ენახულება. როგორ მიძინა რომ დაპირდა რომ მე-4 წელიწადს ეკონომიკურ აღორძინებას იგრძნობთო 2012-ში რო უცხო. მე ასე მგონია, მაინც რამდენად 4 წელიწადია გასული და ეს ვერ შეუსრულა, ეგ გავიგე, მაგრამ ხა ნაცების აკრძალვასაც რომელ უსრულებს, ახლა ეგ რა არის? შენახე ცოტა ხანში იმასაც დაუმტკიცებენ, აი ახლა ნახე ხო, ეს სიგარების სხვადასხვა ყოფილი ადამიანების რაოდენობა რო სტატისტიკაში შემცირდება სამაგიეროდ აქ 6 წელს ზემოთ მანქანები ჩამოყვანა იგრძალება სამაგიეროდ სოციალური შეფასების სისტემა სიგარების სხვადასხვა მოთხოვ ადამიანებს გააკეთეს, მაგრამ ქონების გადამხდელებისთვის 20 წლის წინ 40000 ლარი იყო მდიდრი სტატუსი, ოჯახის 40000 de facto 32, ახლა იგივე რო დარჩენილია. ამ სტატისტიკის ჯონგლერობაში საწავა პროცესი, საწავა და იქ წავა რომ ცოტა ხანში გვეთქვია რომ ეკონომიკური წარმატება გააქვთ ბატონო და ბევრად უკეთ ცხოვრობთ. ყველა ოფიციალური მაჩვენებელი ამისი პროპაგანდის წყარო გახდება. ასე რომ ამისთვის ემზადებიან რომ დაგარწმუნონ რომ და ჩვენთან ხალხი ხო წარმოდგენებით უფრო აქტიურად ცხოვრობს ვიდრე რეალობით, არა? ჩვენ გვიყვარს ეს ჩვენ მითოლოგიაში გვიყვარს ცხოვრება ჩვენ ხალხს და ამ მითოლოგიაში ცხოვრების დროსაც ეს ეკონომიკურ, სოციალური
პარადიგმაც იქნება მითოლოგიის ნაწილი ცოტა ხანში და რა რო გამოვაღებ სახში მაცივარს და იქნება ცარიელი, მეორე მხრივ ტელევიზორიდან დაგვარწმუნებენ რომ ის მაცივარი არის სავსე. გასაგებია, მოკლედ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ნახოთ რა გამოვა ამ ოპოზიციის ახალი ალიანსიდან გამოვა თუ არა რამე. არჩილ გამზარდია იყო ჩვენ სტუმარი, პოლიტოლოგი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე გემშვიდობებით კვირამდე, კვირას შევხვდებით გადაცემით პოლიტქალაქი 8 საათზე.